ადოლფ ჰიტლერის პირადი ცხოვრების შესახებ დაწერილი სტატიების რაოდენობა ლამის აღემატება მისი პოლიტიკური კარიერასა და დანაშაულებრივი ქმედებების გამშუქებელ ტექსტებს. საიდან მოდის ეს ინტერესი ყველაფერი იმით, რაც ფიურერის სექსუალობას უკავშირდება. ზოგი ეჭვობს, რომ ამ სფეროში მისი პრეფერენციები მსოფლიო ასპარეზზე მის ქცევასთანაა დაკავშირებული. სხვებს კი უბრალოდ სურთ იცოდნენ, როგორ იყო ურთიერთობა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ დიქტატორთან. ზედაპირული კვლევაც კი ცხადყოფს, რომ ჰიტლერი არასდროს ყოფილა განსაკუთრებულად დაინტერესებული სექსუალური თუ რომანტიკული ურთიერთობით. იოაჰიმ ფესტის ცნობილი ბიოგრაფია ჰიტლერი მას განმარტოვებულ და ღრმად სერიოზულ ინდივიდად წარმოაჩენს, რომელიც ადრეული ბავშვობიდანვე საკუთარ იდეებზე იყო შეყვარებული. ხოლო მაშინ, როდესაც მისმა თანატოლებმა გოგოებზე ფიქრი დაიწყეს, ჰიტლერს მხოლოდ ოპერა და არქიტექტურა იტაცებდა. უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნისას ის ძალიან ამაყობდა იმით, რომ პირადი ცხოვრება არ გააჩნდა. თავისი უახლოესი გარემოცვისგან განსხვავებით, რომელთაგან ბევრს ყავდა მრავალშვენიანი ოჯახი. ჰიტლერი უცოლო იყო და საჯაროდ არც მის სასიყვარულო ურთიერთობებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია. ის საკუთარ თავს ქორწინებისათვის შეუსაბამო პიროვნებად წარმოაჩენდა. ისეთ ადამიანად, რომელსაც სურდა თავი არაერთი ადამიანისთვის მიეძღვნა, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მაგრამ ეს წარმოდგენა ისევე როგორც მრავალი სხვა მესამე რაიხის ყალბი და შეცდომაში შემყვანი პროპაგანდა იყო. სინამდვილეში, მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში ჰიტლერს რომანტიკული ურთიერთობა რამდენიმე ქალთან ჰქონდა. მსგავსი დეტალები დიქტატორს განსხვავებული პერსპექტივიდან წარმოაჩენს და გვანახებს, როგორ აისახა ძალაუფლებისა და კონტროლისადმი მისი ლტოლვა პირად სფეროზეც. მისი ყოველი ურთიერთობა პრობლემური იყო. ყველა მათგანი ჰიტლერის პარტნიორის თვითმკვლელობით მთავრდებოდა. ადოლფ ჰიტლერის დიშვილის სიკვდილი. პირველი სერიოზული ურთიერთობა ადოლფ ჰიტლერის დიშვილთან, გელი რაუბალთან ჰქონდა. ის ჰიტლერის ნახევარდი შვილი იყო, რომელმაც სთხოვა სწავლის დასრულებამდე მის ბინაში ეცხოვრა. ჰიტლერს მოეწონა ენერგიული და მიზანდასახული გოგო. ალბათ იმიტომ, რომ მან ბიოგრაფ მაიკლ ლინჩის სიტყვებით შესთავაზა ისეთი კომპანიონობა, როგორც პოლიტიკოს არ შეეძლო. უცნობია, ქონიათ თუ არა ჰიტლერს და რაუბალს სექსობრივი კავშირი, იმის გათვალისწინებით, რომ სექსისადმი ჰიტლერის ინტერესი დაბალი იყო. ეს ნაკლებად საურაუდოა, თუმცა მათი ურთიერთობა რა თქმა უნდა მძილდებოდა დიშვილისა და ბიძისას. როგორც ხო ყველაფრისადმი რასაც ჰიტლერის ინტერესის სფერო წარმოადგენდა, ის რაუბალისადმიც მესაკუთრეობრივ დამოკიდებულებას ავლენდა. უკრძალავდა მას გარკვეული ტიპის ტანსაცმლების ჩაცმას, ან თავისი ნებართვის გარეშე სოციალიზაციას. თავდაპირველად გელი მოხიბლული იყო ბიძამისის ყურადღებით. წეს ლინჩი ბიოგრაფიულ წიგნში ჰიტლერი, მაგრამ მალევე იგრძნო, რომ ეს ურთიერთობა საშიშად ყრობელური იყო. როცა ჰიტლერმა მას მშობლების მიერ შერჩეულ კაცთან ქორწინების უფლება არ მიისცა, რაუბალი სულიერად გატყდა. ერთ დილას მას შემდეგ, რაც ჰიტლერი ნიურნბერგში პარტიულ მიტინგზე გაიმგზავრა, ქალმა თავი მისი რევოლვერით მოიკლა. როდესაც საქმე ჰიტლერის სასიყვარულო ურთიერთობას ეხება, ძნელია პირადის პოლიტიკურისგან გამიჯვნა. მიუნხენში თვითმკვლელობის ამბის გავრცელებას მრავალი ჭორი მოჰყვა. იმ დროს გაზეთები ვარაუდობდნენ, რომ ჰიტლერმა ის თავად მოკლა, რამაც ნაცისტური პარტიის არსებობა საფრთხის ქვეშ დააყენა. ბრალდებებით შეწუხებული ჰიტლერი გარკვეული პერიოდი პოლიტიკიდან წასვლასაც კი ფიქრობდა. რაც უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, შეიძლება ითქვას, რომ რაუბალის სიკვდილმა დიდი გავლენა მოახდინა ფიურერზე. მიუნხენში დაბრუნების შემდეგ მან ქალის ტანსაცმელი და ნივთები ერთ ოთახში შეაგროვა და განაცხადა, რომ ეს ოთახი მისი ხსოვნისათვის იქნებოდა განკუთვნილი. თუმცა ერნესტ ჰანფსტანგლი, ჰიტლერის ახლო მეგობარი და წიგნის ჰიტლერი დაკარგული წლების ავტორი მიიჩნევდა, რომ ფიურერმა სავარაუდოდ თავისი მწუხარება პოლიტიკური ბიზნესისათვის გააზვიადა. ჰიტლერის ბრიტანელი შეყვარებული. ახალმა სტატუსმა და ძალაუფლებამ ჰიტლერი, როგორც გერმანიის კანცლერი, სხვების თვალში მეტად მიმზიდველი გახადა. მას მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავდა, რომელთაგან ზოგიერთი აქტიურად ცდილობდა კანცლერთან დაახლოებას. მათგან ყველაზე წარმატებული ინგლისის მაღალი საზოგადოების გამორჩეული ფიგურა, იუნიტი მიტფორდი აღმოჩნდა. ბრიტანეთის ფაშისტური პარტიის გავლენიანი პოლიტიკოსის რძალმა მიტფორდმა ადოლფ ჰიტლერი პირველად ერთ-ერთ მიტინგზე ნახა და მაშინვე მოიხიბლა. მან ჰიტლერის გაცნობა გადაწყვიტა და ამ მიზნით საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა, სადაც გახსნა რესტორანი სახელწოდებით ოსტერია ბავარია. მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში ჰიტლერის მოპირდაპირე მაგიდასთან სადილობდა, მიტფორდმა როგორც იქნა ბახშმობის მოწვევა მიიღო. ქალი სწრაფად გახდა ჰიტლერის ახლოწრის სანდო წევრი. ის არა მხოლოდ ისეთ დღესასწაულებზე გამოჩნდა მის გვერდით, როგორიცაა ბაიროითის ფესტივალი, არამედ ჰიტლერს თან ახლავდა დიპლომატიურ ღონისძიებებზეც, მათ შორის 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ჰიტლერში ქალისადმი პატივისცემა ამ უკანასკნელის მზარდმა ანტისემიტიზმაც გააძლიერა. ნაცისტურ გაზეთში წერისას მიტფორდი მკითხვაც ებრაული საფრთხის შესახებ აფრთხილებდა და ამაყად უწოდებდა საკუთარ თავს ებრაელთა მოძულეს.
როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ჰიტლერის ურთიერთობა მიტფორდთან მოულოდნელად დასრულდა. რამდენიმე მაღალჩინოსანმა ნაცისტმა, მათ შორის ალბერტ შპეერმა, ჰიტლერს მოუწოდა. სამხედრო საკითხები უცხოელის თანდასწრებით არ განეხიდა. თავის მხრივ მიტფორდი ევედრებოდა ჰიტლერს, არ წამოიწყო ომი მის მშობლიურ ქვეყანასთან. ჰიტლერის საპირისპირო გადაწყვეტილების შემდეგ მან თვითმკვლელობა იმ იარაღით სცადა, რომელიც ფიურერმა თავდასაცავად აჩუქა. რაობალისგან განსხვავებით მიტფორდი თვითმკვლელობის ცდილობას გადაურჩა და ის ახლომდებარე საავადმყოფოში დაიყვანეს. შეწუხებულმა ჰიტლერმა სასწრაფოდ ვიზიტი დანიშნა და სამედიცინო ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. როცა მან გაიგო, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მიღებულმა ჭრილობამ სამუდამოდ დააზიანა ქალის ტვინი, ჰიტლერმა მიტფორდი მტრის ხაზების გადაკვეთით ინგლისში გადაიყვანა. იქ მან დარჩენილი ცხოვრება გაუცხოებული ოჯახის წევრებისგან მიიღებული ზრუნვაში გაატარა. მიტფორდი ტვინში მოხვედრილი ტყვით გამოწვეულმა მენინგიტმა 9 წლის შემდეგ შეიწირა. ევა ბრაუნი და ფიურერის ბუნკერი. ჰიტლერმა ჯერ კიდევ რაუბელთან თანაცხოვრებისას გაიცნო ევა ბრაუნი, მისი ყველაზე ცნობილი პარტნიორი და საბოლოოდ ცოლიც. იმ დროს 17 წლის ბრაუნი ჰიტლერს თავისი დამსაქმებლის ნაცისტური პარტიის ოფიციალური ფოტოგრაფის ჰაინრიხ ჰოპმანის მეშვეობით გაეცნო. მაშინ, როცა რაუბელს ეზიზღებოდა ის მეპატრონე დამოკიდებულება, რომელსაც ჰიტლერი მისცად მიიჩნევდა, ბრაუნს საპირისპირო დამოკიდებულება ჰქონდა. ანგელა ლამბერტი, ევა ბრაუნის დაკარგული სიცოცხლის ავტორი, 1931 წელს თვითმკვლელობის წარუმატებელ მცდელობას ჰიტლერის ყურადღების მიქცევის სურვილით ხსნის. ისტორიკოსები და ფიურერის თანამედროვეები სხვადასხვაგვარად განმარტავენ ჰიტლერის მიერ ბრაუნის დაინტერესების მიზეზს. წიგნის ჰიტლერი ბიოგრაფია ავტორის პიტერ ლონგერიჩის აზრით, ფიურერმა ბრაუნთან ურთიერთობა იმით წამოიწყო, რომ ბოლო მოიღო ამ ჭორებისთვის, რომელსაც ახლობლები მის მარტოობის მიზეზის შესახებ დაავრცელებდნენ. კარმენის და ფონ რედე, ბავარიული დიდგვაროვანი და ჰიტლერის ახლო მეგობარი, ამტკიცებდა, რომ ჰიტლერმა ბრაუნი მიტფორდის მსგავს ქალებს იმით ამჯობინა, რომ ის მასთვის დაბალი კლასის წარმომადგენელი იყო. უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის ფაქტი იყო, რომ იგი გაუნათლებელი და ჰიტლერის საქმისადმი ინდიფერენტული გახდათ. ჰიტლერი სურდა სრულად თავისუფალი ყოფილიყო. თქვა ერთხელ რაინჰარდ შპიციმ, SS-ის ოფიცერმა, რომელიც ბრაუნს არაერთხელ შეხვედროდა. შპიცის თქმით, ჰიტლერს სურდა ტრადიციული დიასახლისი, რომელიც მისთვის საჭმელს მოამზადებდა და სახლს დაასუფთავებდა, და არა ქალი, რომელიც მასთან პოლიტიკურ საკითხებს განიხილებდა, ან რომელიც გავლენის მოხდენა შეეცდებოდა. ევა ბრაუნი არ ერეოდა პოლიტიკაში. მაშინაც კი, როცა ის ჰიტლერის ოფიციალური პარტნიორი იყო, მათი ურთიერთობა საშინაო სფეროს არ ცდებოდა. ქალი დროის უმეტეს ნაწილს ცურვასა და თხილამურებით სრიაში ატარებდა. როცა ფიურერი მისთვის საკმარისი დროის გამონახვას ვერ ახერხებდა, ეს ხანგრძლივ კამათში იზრდებოდა. და ჩვეულებრივ ბრაუნის ტირილითა და ჰიტლერის ყვირილით მთავრდებოდა. მრავლის მქმელია, რომ ჰიტლერი ბრაუნზე ბუნკერში დაქორწინდა, მაშინ როდესაც საბჭოთა ჯარისკაცები ბერლინს მიუახლოვდნენ. ფიცის დადებიდან მალევე ცოლ-ქმარი შეთანხმდა, რომ ცხოვრებას ერთად დაასრულებდა. ბრაუნს შეეძლო ომს ცოცხლად გადარჩენოდა, მაგრამ ეს არ არჩია. ჰიტლერის მდივანი ტრაუდელ იუნგი ატკიცებდა, რომ ბრაუნს არ სურდა ფიურერის გარშე ცხოვრება. უამრავი გერმანელის მსგავსად, იგი ბოლომდე დარჩა დიქტატორის ერთგული. ამით ეს ვიდეო დასრულდა. გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო, გაუზიაროთ მეგობრებს და დაწერთ კომენტარებში თუ როგორ მოგეწონათ ეს ვიდეო და რას იხილავდით შემდეგ.